ახლა ვიდეოს ვწერ აბსოლუტურად მომზადებელი, აი იმ მდგომარეობაში, რამ მდგომარეობაშიც ვარ, მით უმეტეს მივდივარ კვლევის წმენდის პროცედურაზე და უბრალოდ, როდესაც აზრი მომაწვება ხოლმე თავში, ამ შემთხვევაში თუ არ ჩავწერე ვიდეო, მე შეიძლება გამიქრეს, ამიტომ უბრალოდ ვაჩვენებ იმ რეალურ სახეს გულწრფელად გადმოვცემ ყველაფერს, რაც არის, რადგან მუდმივად დალაგებულები, დავარცხნილები, მუდმივად მაკიაჟით ადამიანები, რა თქმა უნდა, რომ არ ვართ. ამიტომ მომინდა ახლა გამიზიარებინა ეს ჩემი აზრები, რაც ჩემმა გამოცდილებამ მოიტანა წლების განმავლობაში, ხო და ავდექი, ჩავთე კამერა და გიზიარებთ. ხშირად, როდესაც ქსელურ კომპანიაში ერთვებიან ადამიანები, მოდიან იმ მიზნით და გონიათ, რომ სწრაფ გამდიდრებას მიაღწევენ, მაგრამ მე პირადად არ მინახავს აქ სწრაფად გამდიდრებული არც ერთ წელში, არც ორ წელში გამდიდრებული ადამიანები. თუ თქვენ გინახავთ და ხედავთ, აი თუნდაც სოციალურ ქსელში, რომ რაღაცას დგამენ, გაჩვენებენ, რომ აი ამას მივახციე სულ რაღაც ნახევარ წელიწადში ან ერთ წელში, იცოდეთ, რომ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, უბრალოდ ამ ადამიანს აქვს გათვლა, რომ შეგიტყუოთ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს, რა თქმა უნდა, რომ ტყუილის ფონზეა ეს ყველაფერი დადგმული, მიგიწვიოთ თავის კამპანიაში და შემდეგ გაცხოვროთ ილუზიაში. არ დაიჯეროთ ეს ყველაფერი, რომ ერთ წელში და ორ წელში გახდებით ძალიან მდიდარი და იმდენი ფული გექნებათ, რომ ვეღარ დაითვლით. მართალია იმედებს გიცრუებთ, მაგრამ რაც არ უნდა მწარემოსასმენი იყოს ეს სიმართლე, მე უბრალოდ უფლება არ მაქვს ეს ასე გეჯეროთ, რადგან მე როცა ვირჩევდი ამ გზას და ზოგადად ჩემი პიროვნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება არის გულწრფელობა და მინდა ეს სიმართლე მოვიტანო თქვენამდე. უმთავრესი სიმდიდრე, რომელსაც ქსელური მარკეტინგის ბიზნესი გთავაზობთ, ეს არის მუდმივი სწავლა და მუდმივი განვითარება. არასდროს დაასრულოთ განვითარება, ეს იქნება სწორი კომუნიკაციის უნარები, პიროვნული განვითარება, ეს იქნება სხეულის ენის შესწავლა, ადამიანების ფსიქოტიპების შესწავლა, სწორი მარკეტინგული სტრატეგიების დასახვა და ასე შემდეგ. ამ სამყაროში ან ვითარდებით, ან ვკვდებით, ამიტომ დაიწყეთ მოძრაობა და განვითარება. და რა თქმა უნდა, ბოლოს აუცილებლად დავაყოლებ ჩემს ჩვეულ ფრაზებს, თუ მოგწონთ ჩემი კონტენტი, გამოიწერეთ ჩემი არხი, დამოხატეთ ემოცია, დამიკომენტარეთ თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ვართ სოციალური არსებები და გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა.